ერთხელ ასეთი რაღაც მოხდა. დილით სოფელში ქონდა წირვა. ანუ თან ხანგრძლივი წირვა ეს და კარგად აღრილები ჩამოვალით. მერე კიდე რაღაც საქმე და თან ახლა მე ხო ვიცოდი რომ ღამის თევის წინ ცოტა უნდა დამესვენა, ცოტა ხანი წამოწოლილიყავი, დამეძინე. და პატარაობიდან მამა ვარჯიში შეგვაჩვია და ეხლა ცოტა ვარჯიშობ ხოლმე, რომ რაცა ფიზიკურად ფორმაში ვიყო. თან ცოტა ვივარჯიშე ამ დაღლილ, მაგრამ მეთქი მაინც უნდა დავიძინო და აღვიდგენ მეთქი. ცოტა ვივარჯიშე და როგორც იტყვიან ძალები ბოლომდე დაიცალა. ის იყო რომ ბალისზე დავდე თავი, კარებზე ვიღაცა გაკუნეს. ჩემი მეუღლე მოვიდა. ვიღაც არისო კარებთან თვალებზე ოცრემლები ადგიაო და იქნება რა უჭირსო ადექიო გახედეო და გავედი და ამ კაცს მამა ყავდა ავად. და ეს მამა იყო მოუნათლავი. ხოდა ეხლა იქ მღვდელი სუროყდებოდა შენ თავს უფლებას ვერ მისცემ, ვერც დასვენებისა და ვერც უბრალოდ ცოტა ხანი მოიცადებ, მაგასაც ვერ ეტყვი. ანა იმიტომ რომ რაღაცა ვიღაცის აქ ვაშკაცობაზეა საქმე, ვერ გააკეთებ ამას. სინდისი არ გაგიშვებს. წავედი გავყევი ამ კაცს, ის კაცი მოუნათლეთ, მერე ვაზიარეთ და ამას გარკვეული დრო ჭირდება თავისთავად ცხადია და მერე დადგა უკვე ღამის თევის დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მსუბუქად მაშინ რომ ღამის თევა ჩავატარეთ, არ მახსოვს მეორე ღამის თევა. და აი იმ სიხარულს მერე რაც იქ მქონდა, ვერანაირი ფუფუნება და ვერანაირი ის ვერ გადაწონს. ხოდა როცა ყოფილა რაღაცა დამიზარებია, მერე სინდისი ქენჯნის ადამიანს. მაგრამ როცა აი შენ უკვე ძალებს ამოწურავ, მერე ხვდები რომ იქ ღვთის ძალა მოქმედებს. მოციქული პავლე ამბობს რომ ესე იგი უფალმა უთხრა მოციქულ პავლეს რომ ძალი ჩემი უძლურებასა შინასრული ქმნების, ანუ სადაც შენ სუსტი ხარ და გონია რომ ვერ გააკეთებ, იქ ღმერთი მოქმედებს შენში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ძნელია რომ აი რაღაცა მიიღო ეს გადაწყვეტილება რომ ესე საქმე, მაგრამ მერე სიხარულს გრძნობ. სადაც მიიღებ იმ გადაწყვეტილებას რომ მოდი თავს შეღავაც გაუწევ და რაღაც ცოტა დავასვენებ. იქ სინდისი ისე გჭამს და მეც მქონია ეს შემთხვევა, ისე გჭამს სინდისი რომ ჯობდა ფეხით დაეკიდე ვიღაცას ხეზე და ეს სინდისი ესე არ გაწუხებდეს. ზერო ჩვენი არჩევანი სიხარული გვექნება თუ მწუხარება. მაშინ